ირაკლი ღარიბაშვილმა ასეულობით მილიონი ლარი მოპარა არა ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე სხვა ქოც ან თუნდაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს, არამედ ქართველ ხალხს, მოპარა პენსიონერებს, რომლებსაც 350 ლარი აქვთ ანაზღაურება, მოპარა ონკოლოგიურად დაავადებულებს, მოპარა იურისტებს, ექიმებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, სამხედროებს, ვეტერანებს, რომლებიც საქართველოს იცავდნენ სხვადასხვა ომებში. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განვითარების გზაზე ძალიან დიდი ლოდი დააგდო, რომელსაც გადაგორება სჭირდება. არც ერთი ქოცი აი ამ დიდ ლოდს ჩამოშლილ კლდეს არ გადარეცხავს და არ გადაასუფთავებს. ეს ისევ გაჭირვებულმა საცოდავმა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. შესაბამისად, ქურდი, აი ეს ბინძურ თესლზე აღმოცენებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გაღატაკებულ ერს, რომლის ალბათ ყოველი მეათე ნაგვისურნაში იქექება მეტროების სავსეა მათხოვრებით. შუქნიშნებზე უამრავი პატარა ბავშვი არასრულწლოვანი დგას. ქვეყნიდან მილიონზე მეტი ადამიანია ემიგრაციაში გასული. 10,000-ობით სტუდენტს აქვს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული იმის გამო, რომ არ შეუძლიათ გადასახადი გადაიხადონ. აი ამ ქვეყანაში ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი და მართლმადიდებლობის დამცველი თითქოს ქართულ გაჭირვებულ გაღატაკებულ ხალხს პარავდა ფულს. როდესაც ამაზე საუბრობდნენ ტელევიზიები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, ქართული ოცნების პროპაგანდა ლაპარაკობდა, თითქოს ეს ადამიანები მართლმადიდებლობის დამცველ აი ამ სპეტაკის სულის მქონე ბიძინა ივანიშვილის პირად მონას უგონებდნენ ამ ყველაფერს. რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ და დღეს თურმე ირაკლი ღარიბაშვილს 1 მილიონის ოდენობის გირაო შეუფარდა სასამართლო. ეს არის კიდევ ერთი დაცინვა ქართველი ხალხის. ეს არის დაცინვა იმ საზოგადოებისა, რომელიც ყოველთვის საუბრობს ხოლმე, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ყველასთვის ერთია. რომ ქუჩაში თუ კი გაიკეთებ პირბადეს რუსთაველის ტერიტორიაზე, შენ აუცილებლად დაიჭრები. მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში 1 მილიონის სანაცვლოდ შეიძლება შენ გამოგიშონ თავისუფლებაზე და არავინ მას არ შეეხება და დარწმუნებულიც ვარ, ის ერთ დღეს არ გაატარებს ციხის ბინძურ საპყრობილეში, სადაც უკვე დაჭერილები ყავთ იურისტები, პედაგოგები, სტუდენტები, მხატვრები, მწერლები, პოეტები და ყველაზე ამაზრზენი რაც არის, დაჭერილები ყავთ ექიმები. და ერთ-ერთმა მილიციელმა ვაჟა ექიმს მიაძახა შენი ექიმი დედა. აი ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც აქციაზე გზის გადაკეტვის გამო ადამიანებს ყარიან ციხეებში და ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არ არის ციხეში, რომელმაც ასობით მილიონი დოლარი მოპარა ქართველ გაღატაკებულ საზოგადოებას. ციხეში არის გამოკეტილი უკვე თითქმის წელიწადია ზვიად ცეცხლაძე, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ქოცებზე მეტად უყვარს ეს ქვეყანა. და ერთი ფრაზის გამო დაიჭირეს ის, რომ რევოლუციის არ უნდა შეეშინდეს ქართულ ხალხს და ესეც არ არის ზვიადის სიტყვები, ეს არის ილია ჭავჭავაძის სიტყვები, არ შეგაშინოთ რევოლუციამ. აი ამის გამო დაიჭირეს. ზვიად ცეცხლაძე უფრო კარგად რომ გაიგოთ, არის პირადი პატიმარი ირაკლი ყობახიძის, რომლის სტუდენტიც იყო, რომელიც უკითხავდა კონსტიტუციაზე ლექციას. ზვიად ცეცხლაძე აუდიტორიაში პირიქით ირაკლი ყობახიძეს უკითხავდა იქით ლექციებს და ხმას არ აღებინებდა. აი ზუსტად ეს კომპლექსი, აი ეს ჩარჩენილი წენა და ზიზღი ახსოვდა ირაკლი ყობახიძეს და მან დააკავებინა, დააჭერინა ზვიად ცეცხლაძე, რომლის სახლშიც მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს თითქოს და ზვიად ისეთი უტვინვა, რომ მოლოტოვის კოქტეილებს ინახავდა სახლში დამზადებულს. დღეს კი მამამისი ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს. აი ეს არის სამართალი, სადაც აუცილებლად გაწყდება ის ძაფი, რომელზეც კიდია დიქტატურა. და შემდეგ აი ამ კანონებით თქვენ გასამართლდებით აუცილებლად.